გამარჯობა, მე ვარ კონსტანტინე ჩიქოვანი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი. დღეს გიამბობ 5 რამის შესახებ, რასაც მე, როგორც ოფთალმოლოგი, არასოდეს არ გავაკეთებ. პირველი, მე არასოდეს არ მოვისწრისავ თვალებს ძალიან ძლიერად. ამას შეიძლება დააზიანოს ჩვენი ხუთუთოები და გამოიწვიოს ხუთუთოების ქრონიკული ანთება. მეორე, მე არასოდეს არ დავიძინებ კონტაქტური ლინზები. დილით შეიძლება გავიღვიძოთ და ჩვენი რქოვანები უკვე იყოს დაზიანებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ქრონიკული დაკარგვა. მესამე, მე არასოდეს არ გამოვუწევ ჩემ თავს მუდმივად სატარებელ სათვალეებს. ამისათვის უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს და ის ზუსტად შეარჩევს ჩვენთვის საჭირო სათვალეს. მეოთხე, მე არასოდეს არ მიმართავ თვითმკურნალობას და ჩემ თავს არ დავუნიშნავ წვეთებს. ამისათვისაც ოფთალმოლოგმა უნდა შეგვირჩიოს ინდივიდუალურად ჩვენთვის საჭირო მკურნალობა. მეხუთე, მე არასოდეს არ გავაცდებ გეგმიურ კვლევებს. თვალის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების დროს, როგორც არის გლაუკომა და დიაბეტური რეტინოპათია, ჩვენ პერიოდულად გვესაჭიროება ოფთალმოლოგთან ვიზიტები.